ბრუნდებით ძვირფასო ტელემაყურებლობო პირდაპირ ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის მეორე ბლოკი მიეძღვნება ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ლიდერ ქალთა საზოგადოება არის დღევანდელი გადაცემის მასპინძელი. მინდა ორი სიტყვით შევეხო სანამ გადაცემის თანაწამყვანთან გადავალ. ეს ორგანიზაცია ძალიან დიდ საქმეს აკეთებს თავისი შინაარსით გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების გზაზე, იმიტომ რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მდგრადი განვითარების 17 მიზანში ერთ-ერთი არის მეხუთე მიზანი გენდერული თანასწორობა და შინაარსით ლიდერ ქალთა საზოგადოება ზუსტად ამ პათოსს უწყობს ხელს. მივესალმები გადაცემის თანაწამყვანს ვაკო ორგანაშვილს, რომელიც არის ლიდერ ქალთა საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. მოგესალმები. გილოცავთ ძველით ახალ წელს და ძალიან საინტერესო სტუმრით ხართ წარმოდგენილი დღეს და გითხოვთ ასპარეზს. კი ბატონო, მოგესალმებით. აუცილებლად მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მივულოცავ ახალ წელს, უსწრებ ყველაფერს საუკეთესოს, წინსვლასა და უდო წარმატებებს. ლიდერ ქალთა საზოგადოებისათვის ჩვენი დილის ეთერი არის ასევე პირველი, უნდა აღინიშნოს და წარმატებულ სტარტს უსურვებ ამ მხრივადაც. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის განსაკუთრებული, გამორჩეული და ლიდერ ქალთა საზოგადოებისათვის ძალიან საამაყო ქალბატონი საულმე მიქაუტაძე, რომელიც არის ახალგაზრდა პროფესიონალი ადვოკატი და რომელსაც აქვს ძალიან კარგი საინტერესო მიზნები, განვლილი აქვს საკმაოდ საინტერესო გზა და დეტალურად უფრო უშუალოდ მის შესახებ თუ რა როლი აქვს მას, თუნდაც განვითარებაში, თუნდაც ადვოკატთა საქმიანობაში, თუ რა მიზანი აქვს და რა სამომავლო გეგმები აქვს, თავად გაგვაცნობს და თან ჩავერთვებით ჩვენ. მოგესალმებით საულმე, მიესალმებით ჩვენს აუდიტორიას და რას გვეტყვის ჩვენს შესახებ. მოგესალმებით, პირველ რიგში მოგილოცავთ ახალ წელს, ძალიან კარგი დღე დაემთხვა ჩემი სტუმრობის და დავიწყოთ ახლებურად წელი. ისევ გაგეცნობით, მე ვარ საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, რაც მოიცავს სისხლის სამართალს, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალსაც, ანუ მუშაობ სამივე მიმართულებით. განსაკუთრებით ყველა მიცის, რომ მიყვარს სისხლის მიმართულება, იმიტომ რომ ბევრად საინტერესო არის ჩემთვის და თან, როდესაც ადამიანთა ცხოვრებას ეხები, როდესაც მათ ბედზე ზრუნავ, გაცილებით საინტერესოც არის და საპასუხისმგებლოც. როდესაც ვხედავ ჩემი ბრალდებულების შემდეგ უკვე გამართლებულების სახეებს, მათი ოჯახის წევრების სახეებს, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ადრენალინი, ძალიან დიდი ბედნიერება. ამიტომაც მიყვარს ძალიან ეს პროფესია, როდესაც ვიცი, რომ შემიძლია გადავარჩინო თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება და მისი მომავალი. შევცვალო მისი ბედი. თუმცა სამოქალაქო სამართალსაც გამოვტოვებთ, ვინაიდან იქაც ძალიან დიდ მრავალფეროვნებას ვხვდებით, მათ შორის იქაც შეგვიძლია ადამიანთა ბედზე ვიზრუნოთ, მაგალითად აი საოჯახო სამართალში შეგვიძლია რომ ადამიანებს მივცეთ საშუალება თავიანთ ოჯახებთან, თავიანთ შვილებთან იურთიერთობონ, აი შვილის მიკუთვნების საკითხებს გამოვყოფ ამ მიმართულებით, მამობის უფლების აღდგენას და ასე შემდეგ. ასევე ბიზნეს სამართალს შევეხები, სადაც მაგალითად უფრო დიდ თანხებთან გვაქვს ხოლმე შეხება და ისეთი თავები არის, სადაც რა თქმა უნდა პასუხისმგებლობაც უფრო იზრდება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ კომპანიას კი არ ეხება საქმე, არამედ ძალიან დიდ თანხას და შენს თავისთავად უფრო მეტი მუშაობა გიწევს. ბიზნეს кейსები აქცენა და აქვე ჩვენი ტკივილი გაწელილი ვადები მინდა აქვე გამოვყო. აჰა, ეს არის კი ბატონო სასამართლოს მთავარი პრობლემა სამწუხაროდ სამოქალაქო სამართალში გაცილებით მეტად არის გაწელილი ვადები, იმიტომ რომ დარბაზებიც არ ყოფნის ხოლმე სამწუხაროდ და იწელება სამოქალაქო დავები, ადმინისტრაციული დავებიც იწელება, თუმცა სისხლის სამართალთან მიმართებაში იმავეს დიდად ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ვინაიდან ადამიანის თავისუფლება შეეხება ამ შემთხვევაში საქმე და ციხეში არის პატიმარი, ამიტომაც უფრო შემჭიდროვებულ ვადებში ხდება ხოლმე საქმის წარმოება. შემდეგ გადავალ იმაზე, თუ რა გზა განვლე ამ პროფესიამდე. საინტერესო, იმიტომ რომ ბოდიში საუბარი ჩაგეჭერი, მაგალითად მიყოლს აღნიშნულ ხოლმე ამას, რომ მანამ მაგალითად შენ გახდებოდი ლიდერ ქალთა საზოგადოების გუნდის წევრი, მე მაგალითად ვიცნობდი სხვადასხვა პლატფორმებიდან და ვიცოდი, რომ იყო მაგ სალომე, რომელიც არის ძალიან ნიჭიერი, ძალიან გონებამახვილი, აქვს ძალიან კარგი განათლება, არის ძალიან კარგი ვიზუალის ადამიანი და ძალიან ისეთი სასიხარულო და ჩემთვის სამოტივაციო ის ფაქტი, რომ სხვადასხვა სოციალური თუ აკადემიური წყაროებიდან ჩვენ შესახებ მაგალითად თქვა და მეპირდეთ ინფორმაცია.
მადლობა ბაკო. მიხარია პირველ რიგში ეს რომ სხვადასხვა სოციალური პლატფორმებიდანაც მიცნობენ, ტელევიზიებთანაც მქონია შეხება მანამდეც და ჩემი პროფესიით რომ მოვედი აქამდე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც არ დავრჩი უბრალოდ ლამაზ ქალად და გავხდი ერთ-ერთი წარმატებული ქალი და თქვენი ორგანიზაციის წევრი, რაც მთავარი არის. ანუ როგორი გზა არავისთვის არ არის საქართველოში მარტივი ფართე წარმატებული. დავუმატოთ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა დაგიშვათ ახლა, იმიტომ რომ მე ჩემი აკადემიური საქმიანობიდან გამომდინარე მიმუშავია საქართველოს რეგიონებში, ჩემი არაერთი ლექცია ქართლა გაძლიერებაზე. ჩვენ გვაქვს ახლა ძალიან მოწყვლადი რეგიონები, სადაც ფოთაშორის ტრენინგებს და ლექციებს სტუდენტებს. სადაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ხმა პირდაპირ ეთერიდან მიმართოთ იმ გოგონებს, ახალგაზრდა გოგონებს, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ იყვნენ შემდგარი ქალები და ჩაერთონ იმ ეკონომიკურ აქტივობებში, იმ თანაბარ კაცებთან ეკონომიკურ აქტივობებში, რაც განვითარებულ ქვეყნებში და განვითარებულ ეკონომიკებში ხდება, იმიტომ რომ სადაც გენდერული თანასწორობა არ არის, იქ არ არის განვითარება. თუ აი ტოპ 10 ქვეყანა რო ავიღოთ შემოსავლის გადანაწილებით, ყველგან თანაბარია, ან მეტნაკლებად გათანაბრებული. რა რეკომენდაციებს და რჩევებს მისცემთ ამ ჯგუფს? პირველ რიგში დაუნებებლობა და შემართება. ანუ ძალიან ბევრი ადამიანი მწერს სოციალურ ქსელებიდან, რადგანაც ცნობადი ვარ, რომ მათთვის ვარ მოტივაციის წყარო და ეს ჩემთვის არის პირიქით მოტივაცია, იმიტომ რომ როდესაც ამდენი ადამიანი მისმენს, ამდენი ადამიანი მიყურებს, ამდენ ადამიანს ჯერა ჩემთვის, ჩემი ეს უკვე მე მაძლევს იქით მოტივაციას, რომ არასოდეს არ გავჩერდე. და კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გავხდე მათთვის, კიდევ უფრო მეტი გამარჯვება დავდო, კიდევ უფრო მეტი მოგებული საქმე დავდო, რომ შემდეგ ეს ახალგაზრდები წამოვიდნენ ამ გზით, მეტი იბრძოლონ თავიანთი მიზნებისათვის და ჯეროდეთ იმის, რომ ქალებს შეგვიძლია ნებისმიერ სფეროში ვიყოთ ორი სიტყვით აუცილებლად ჩავამატოთ, განათლების როლზეც უნდა გითხრათ აუცილებლად, ამ განვლილ გზაზე რამდენად მნიშვნელობა აქვს, დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას. რა თქმა უნდა, განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უნივერსიტეტს თავისი ადგილი უჭირავს ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ ყოველთვის აღნიშნავ, როდესაც მეკითხებიან. განათლებასთან ერთად აუცილებელი არის პრაქტიკის გავლა. ყოველთვის უნდა დაიწყონ პრაქტიკის გავლა, ჯერ კიდევ სტუდენტობიდან და არასოდეს არ უნდა იყვნენ, ასე რომ ვთქვათ, ინერტულები, ყოველთვის უნდა იყვნენ მოჭიმულები, ყოველთვის უნდა აკეთებდნენ იმ საქმეს, რაც უყვართ და არასოდეს არ უნდა დაიწყონ საქმე, რომელიც უბრალოდ მათთვის იქნება ვალდებულება, არამედ ეს უნდა იყოს მათთვის საყვარელი საქმე, რაც სიამოვნებას მიანიჭებს მათ. სწორედ ამ სიტყვებიდან გამომდინარე, ამიტომაც ხარ მოტივაცია ძალიან ბევრი ადამიანისთვის, როგორც ჩემთვის, ასევე სხვა ყველასთვის. სალომე, ერთ კითხვასაც დაგისვამთ, რას გვეტყვით თქვენ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი გეგმა გაქვს. კი ბატონო. მოკლედ. რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მინდა რომ კიდევ უფრო მეც მივაღწიო. ანუ ხშირად ამბობენ, რომ ამ გოგო ჯერ საქმე არ წაუგია და ასე შემდეგ. ეგ რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ბედნიერებას. დევიზი როგორც ვიცი. თუმცა თუ წაგების გემო არის, მოგებას ვერ აფასებო, ეგაც მოდი გავიგებთ. რა თქმა უნდა, გამარჯვება არის ყველა ადვოკატის დევიზი, ყველას უნდა მოვიგოთ საქმე, თუმცა გარანტია არასოდეს არ უნდა მივცეთ კლიენტს და ის რომ დავუშვოთ მანამდე შეიძლება არ წაგვეგო, არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებაში ეგ შეიძლება არასოდეს დადგეს. ამიტომაც ეთიკის კომისიაც ჩვენ გვავალდებულებს, რომ არასოდეს მივცეთ გარანტია კლიენტს. საინტერესო, მე უბრალოდ მაიკლ ჯორდანის სიტყვებს მოვიხმარ, ერთ-ერთი ყველაზე ნათელი სპორტსმენის კაცობრიობის ისტორიაში, რომ მე ავაცილე 9000-ზე მეტი სროლა. სწორედ ამიტომ არ წარმატებული. რა თქმა უნდა, დამარცხება ყოველთვის რაღაც ახალს გვასწავლის და ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი უარიც ყოფილა, ბევრი უარყოფაც ყოფილა, მაგრამ აი ეს უარყოფები ხდებოდა შემდეგ იმის საწინდარი, რომ უფრო და უფრო მეტად მებრძოლა და სხვათა შორის გენდერული თანასწორობა აღნიშნეთ თქვენ. მინდა ჩემს ოჯახს გადავხადო ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მე არასოდეს მიგრძნია ვარ ქალი და მე რაღაც არ შემიძლია. ოჯახს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ განხრით. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ვიყავი ყველას თანასწორი და ვერავინ ვერასოდეს იქნებოდა ჩემზე წინ თუ მე ამას მომინდომებდი. ასე რომ არასოდეს მიგრძნია ქვეყანაში მე რომ ვიღაც კაც შეუძლია ჩემზე მეტი. და როდესაც მაგალითად დამაჯილდოვეს ლიდერ ქალთა საზოგადოებაში, როგორც 2024 წლის წარმატებული ადვოკატი, იქაც აღნიშნე, რომ ჩვენ ქალებს შეგვიძლია ყველაფერი. ძალიან ისეთი სპიჩი იყო ემოციური და იმედია, რომ ეს
ეს სიტყვები იქნება ძალიან ბევრი გოგონასთვის მოტივაცია, განსაკუთრებით გულის ტკივილით იმ მოწყვა ჯგუფებში, რაც ალბათ ხდება რეგიონებში და რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, ეს პრობლემა გვაქვს ჩვენს მე ქვეყანაში. თავად რეგიონიდან ქუთაისიდან გახლავართ. ხო, ალბათ ქუთაისში უფრო ნაკლებად, უფრო სხვა რეგიონებში არის უფრო ეს გამწვავებული, სადაც კიდევ უფრო ეთნიკური უმცირესობები არიან. თუმცა მე ვისურვებდი, რომ მაქსიმალურად დიდი დოზით იყვნენ სალომისნაირი ადამიანები წარმატებული ქალები პირველ პლანზე, რომ ალბათ პრაქტიკული მაგალითები ყველაზე იმიტომ რომ აუცილებელია მოტივაციისათვის ეს ყველაფერი. კი ბატონო. გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენი სტუმარი იყო სალომე მიქაუტაძე, საერთო სამართლის სპეციალისტი, ლიდერთა ქალთა საზოგადოების წევრი და ასევე გადაცემის თანაწამყვანი ვაკო ყორღანაშვილი, ლიდერთა ქალთა საზოგადოების საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. მე უნდა დაგემშვიდობოთ, უნდა გადავიდე პრესის მიმოხილვაზე თან